ესე იგი, ორი ადამიანი, ეს არის რეალური ისტორია ქუჩის მუსიკოსებზე, სადღაც 2000-იან წლებში. დია? ორი მუსიკოსი, სულხანი და გიორგი, ესე ვთქვათ სახელები. ორი მუსიკოსი უკრავდა პაძემკაში. ერთი იყო, ორივე იყვნენ თბილისელები. ერთ სახლი არ ქონდა, მეორე სახლი ქონდა. მოკლედ, დაკვირას რომ მორჩნენ ერთ დღესაც, სულხანიმ შესთავაზა, რომ ჩემთან წამოდიო სახლშიო, მოწესრიგდიო, გამიგე? მოწესრიგდიო და დაისვენეო იმ დღესო, ჩემ სახლშიო და მეორე დღეს ისევ გავიდეთ და დავუკრავთ. ხომ მოგეხსენებათ 2000-იან წლებში ახლა ტელევიზორი როგორი ამბავი იყო, ბევრს არ ქონდა და ყველა ამბებს, ახალ ამბებს იყო თუ რა იყო, ყველაფერს ტელევიზორში ხედავდნენ. ინტერნეტი არ ძვინვარებდა, ასე ვთქვათ. და ისე მოხდა, რომ ეს გიორგი რო სულხანიმ წაიყვანა, ესე ტელევიზორთან ჩაეძინა. ტელევიზორის ყურებაში ჩაეძინა და მეორე დღე როცა გათენდა და დასაკრავად წავიდნენ, სახლიდან რომ გამოვიდნენ, მაგ დროს არა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ავიდნენ და ეს ბიჭი სულხანი ცოტა იმნაირი საუბარია, გარდა ჯარ გამოვლილი და ცოტა ზავაშკაცი და ესე ერთი 5 მეტრის დაშორებით იქ დგას და ესე მოკიდებული აქვს ავტობუსზე ხელი და ეუბნება გიორგი ხო სულხან აქედან ეს პასუხობს ეს ცოტა ბოხი ხმარ რატომ არ დაიბანე რატომ არ ჩაიბანე ავტობუსიდან და ავტობუსი არის გაჭედილი ძალიან ბევრი ხალხია და ამან იმოსგა მეთქი ამას ისეთი საუბარია იმნაირი არ ვეგონო და ერთი ორი გაჭერებით ადრე ჩავალო რა და ავტობუსი ორი გაჭერებით ადრე ჩადის ესე ავტობუსიდან და მიაზახა ამ სულხანის რომ იმ ბიჭებსო გადაეციო დედას რო დაბრუნდებიო რა მიაძახა და ეს აქიდა პასუხობს რა ბიჭები რის ბიჭები რა ბიჭები რის ბიჭები პასუხობს აქიდა და ამ დებილი თბილისელი შენი ეგრე იყო ეგ რა ბიჭები რის ბიჭები კარგი გასაგებია მშვენიერი